მოკალეთ შემოხარიყო ეხლა. არასწორ ხებდა. საწოყობით ვაკეთებ ფინას. საწედრებს რა ახლა შევიგროვდე 3 დღისთვის. და უკვე რაღაცა ოდენობა გამოვიდეს. ანუ ჯერ იყოს მოიცა გავაკეთოს რა ვიცი. საუბარ შევამჩნიე. ეხლა მე მინდა რომ გავაკეთო გოგოებს სუპის მოვამზადებ ახლა ინგრედიენტებს და მე გავაკეთოთ აი ჩვეულებრივ მარტივ წყვილას შეეძახიან ელიზა გავაკეთო იმდენი ხანი არ გამიკეთებია რომ მომენატრა ძალიან სუპი მოგედაკეთე ეხლა ხალხო დავიწყოთ ეს ჩვენი ტყუილის სუპის მომზადება. კარტოფილები გვაქვს. კარტოფილები მოგარეს. დამხელებია პატარები თუ დიდები. რამდენი მეცალი Mir was damit Radnik trzeba też tam się trzeba zróbmy. Ale na porę.
თავზე ზოგიან დაახურე და რომელად ჩავარდი. წვეთი ზეთის თორის ფარაონი ჩავარდი. რადგან ცოტა ხანია. არაფერი არ მოახერხა. რა უნდა მოხდეს? აი, ჩავლებრივ ხო. რა მომეწოდება ხალხთა ეს ხალხა. ხალხს აუცილებლად ვაყრე ხოლმე თანხმობრივ. რაღაცნაირად სხვანაირად გემრიელი გამოდის. ნიორი აი მოშუშვით დროს ჩავაყრე. აფრიკას შებოლილი მქონდა წინაზე, მაგრამ შებოლილი არა ისეთი კაი როგორც ეს ჩვეულებრივი და რაღაცა მიდრეკი რაღაცა მიდრე აი სვანური მაზი არის აი რაოდე მე ამათან მოეწონება თან მკვეთრად ნაკლები მოხდა ისეთ მე გამბებს არ ვშვები ეს იგი ხა თავი ბოლო ფეხები სულ იმისთვის რომ ხვალ გავაკეთებ, თორე სულ მავიწყდება და მე არ ვაკეთებ, ანუ ახლა დღეს რო არ მაქვს იგი, იმას ხო გავღობათ სულ და შუადღესაც უნდა გავიდე, შუადღე ვერ გავდივარ. მე შუადღის როდის გავღვება და მე იმისთვის უკვე
ასე და ამრიგად ახლა შემოვიტან კარტოფილს. და ჯერ ვიპოვოთ, მოვიპოვოთ, ამოვხაროთ ვიდიდან და სამი მოვიტან.
გერე. დამოგიყვენი რა. მერეს ბორშიც გავაკეთებ, ბორშიც მომენატრა. ჩაშუშული კომბოსტოც მომენატრა. და ჩაშუშული კომბოსტოს ღვეზელიც მომენატრა. მოიხალხება კარტოფილი თითქმის რომ მოიხალხება მე დავამატებ მაკარონი და ეგა ჩემი ტყუილა სუპიც სად იქნება არა შეიძლება სუპსო გაკეთდება და გაჭმა ჩემოსიცოც ჩემი სუპჩიკი მშვიდობის ხალხო. ეხლა არის 10:30 და მე სარბენბილი გზა ვდგევარ უკვე. ეხლა აჩვენებს და გეტყვით რამდენი წუთიც არის 20 მეტი. 20 მეტი არა და დღეს მქონდა კარგად. აუ ამან ალერგია მომცა, აქ მე გლიჯება კანი, აი ესაც მქონდა შეკრული ესე. ედი ჰადა აჩვენე. სუპი გამომივიდა ძალიან კარგი, შვენიერი. ყველა მჭამა, ევამაც გემრიელი ჭამა 24 წუთი და 11-12 წამი. თორწიკე და ანდრეამაც ძალიან გემრიელად ჭამეს, დიდიან პატარიან ყველამ ძალიან გემრიელად ჭამით. ხოდა ძალიან კარგი იყო. ეხლა იცით რა მინდა ხალხო, არ ვიცი ვინმე თუ იცით დამიწერეთ, იაფაცად იქნება. აი გამძლე რო იყოს და ძალიან ვახინდის რო არ იყოს. ეგეთი ისა ნაჩვენს ქართულად რა ქვია ლამპა ხო? ღამის ლამპა. ანუ ბავშვებისთვის მინდა, ალბათ ვაგზალზე იქნება. ჩემი სადაც ვიყიდე 30 ლარად ვიყიდე ჩემი. აი ხა რომ მეცადინეობენ და მთელი ზამთარი რომ იმეცადინებენ ღამე, ესე იგი ისე ბნელა რომ რავი თვალები არ ვიცი და ორივეს უნდა უყიდო. ხო და მინდა შედარებით შეღავათიან ფასად სად იქნება. რავი ალბათ ვაგზალზე იქნება, ესე მგონია მე. ეხლა აქედან რომ ჩამოვალ, ეს ამ ვიდეოს უნდა მივცე გაკეთება, რომელსაც საჩინელი ხმაგ და მთელი დრო დავუწიე და ასე დღეში ვიყავი. ხო, კიდევ უნდა მეთქვა რომ გუშინ 10 ლარი თბილისზე ჩამირიცხა ერთმა ადამიანმა სახელი და გვარს წავიკითხავ, რომელსაც ძალიან დიდი მადლობა ხვალდილას წავიკითხავ, რომ ვთქვი ვიდეოში რომ არავის აღარ ჩაურიცხავს, მეთქი ეგ ვიდეო ჯერ დადებული არ მქონდა რომ ამ ადამიანმა მე ჩამირიცხა. ანუ ჩემი თქმის გარეშე ჩამირიცხა ამ ადამიანმა თბილისზე 10 ლარი ჩემი გენეტიკური ტესტისთვის, რისთვისაც უღრმესი მადლობა შენ. და კიდევ
დავრეკე ხალხო როგორც იქნა ეგ კალოიანთან წინს დავრეკე მაგრამ არ მიპასუხეს და ეხლა მიპასუხეს და ჩაბეწერე 29 რიცხვში 3-4-ის ნახევრამდე ოღონდ ესე ზუსტად ვერ მიგიღებენო ვიცი ადრე კოტის გავყევი და ვიცი რამდენი ველოდეთ მაშინ ან ზუსტად კი არა 2 საათი კიდე ველოდეთ რომელზეც ვიყავით დაბარებული მაშინ ხო და ხელზე უნდა გქონდეთო 160 ლარი ქეშათო 160 ლარი ღირსო და პასუხი იქნება 3 დღეშიო და თუ გინდა რომ 2 საათში იყოსო პასუხი მაშინ 170 ლარიო და 10 ლარი რაღაცა არის დავამატებ და 2 საათში იყოს ბარემ და მოკლედ 29-ში იქ მივდივარ ხო ხო მოკლედ ისეთი ამბები ეხლა აქ ჩამოვალ ევასთან ვითამაშებ წიგს წავიკითხავთ ბონი პირში რატო გაქვს ქაღალდის ნაფალეთი არ მითხრა რომ ქაღალდს ჭამდი შეუსინდისო შენ უსინდისო თამაშობს ხო და ეგა გავიდა მანქანა სადღაც იგი მიყენია გადათხრილი იყო რაღაც საკეთები მე ვერ შემოვიყვანე და უნდა მოვიყვანო მანქანა და მოკლედ აი ესეთი საღამო გვაქვს ვისაც მოგეწონათ ვისაც გიყვარვართ და ლაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი მიყვარხართ ძალიან კოცნით გეხოვით და ნელ-ნელა ვდგები ვიდეოების ფორმაში მართალია დიდი სლოგის საღამოს დავდე მაგრამ ორივე ვიდეოს დღეს დავდებ და ეს უკვე არის რაღაცა წინ გადადგმული ნაბიჯი და ამასობაში მე 27 წუთი აქ ვდგება. აუც ჩანს რა მოკლედ 11-ია და 391 ნაბიჯი ამ დროისთვის და ეხლა არის 9:30. აჰა, მოკლედ ეხლა მივარ ევასთან. მიყვარხართ კოცნით გაჩვენებთ სუპი როგორი გამომივიდა მეორე ტელეფონში მაგ და გადმოვაგზავნიახეთ და გკოცნით. ხვალამდე. ვინმე საჩუქარი გაჩუქა? Царелия? Вайре გადააგდი ნაკავში. იქ არ დააგდო. დავაგდი მას. აი მეგონა ვინმე რამე წააწერა და დადომეთი. გადაწერია? არა. გადააგდი, ალბათ ქარმა იმას ქნა. აი ხალხო ესეთი რამეა. ესეთი ტიპობილი ლამაზი ღამეა, ღამე მშვიდობისა ყველას. და სანამ ევასთან ვითამაშებ, სანამ ამ ვიდეოს გაკეთებას მივცემ და სანამ ღამე მშვიდობისა საბოლოოდ გეტყვით, მინდა რომ ამ ადამიანს მადლობა მოუხადო, ვინც ჩემი თქმის გარეშე თანხა ჩამირიცხა. ათში 10 სექტემბერს თამარის აქ 10 ლარი ჩარიცხული. გუშინ წინ ისევ მელანოს შაურიცხია 20 ლარი. ეს ის არის, ვინც პირველმა ჩამირიცხა. და დღეს ჩამირიცხა სოფიო 10 ლარი. ძალიან დიდი მადლობა ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა, საოცრები ხართ. ეს წუთი რაღაცა მაინტერესებს. ხო, მელანო, ის მელანო, ვაიმე ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო. ყველას ძალიან დიდი მადლობა, ვინც ღელავთ და ვინც მეხმარებით. უღრმესი მადლობა. აი მართლა ძალიან რთულია ხალხო. შეიძლება ისე ჩანდეს რომ რაღაცა, მაგრამ ანუ რეალურად სამი ბავშვი ძალიან რთულია ფინანსურად ვიძახი. ანუ მარტო თორნიკე და ანდრიას სამი მასწავლებელი, ანუ იმდენი ჩდება, რომ მე ვერ მოვაკლებ, მაგათ მირჩევნია მე მოვიკლო, მირჩევნია გვიან გავიკეთო ის ანალიზი, ვიციო სისულელეთ ჟღერს ძალიან, იმიტომ ის სიცოცხლეს ეხება, მაგრამ ამათი სწავლაც და ამათი გზაზე დაყენებაც სიცოცხლეს ეხება და ჩემი შვილების სიცოცხლეს და ანუ მაგას ვერ მოვაკლებ. ვერც ჩემი შვილების საჭმელს ვერ
მოვაკლებ. აი არაფერი, ერთი კაპიკი არ მრჩება სულს მიღმათვის ბოლოს. ეხლა ხელფასი რო ჩაირიცხა, 10 ლარი მქონდა ანგარიშზე. ხო და ასე რომ მე არავის არაფერს არ ვთხოვ, არავის სახში არ ვუვარდები. უბრალოდ ვისაც თვითონ სულით და გულით ემეტება ხელის გაწვდა სხვა ადამიანისთვის, ძალიან დიდი სიხარულით მივიღებ თქვენგან. იმდენს რამდენიც შეგიძლიათ და ძალიან დიდი მადლობა ძვირფასებო, ვინც ასე ჩემს უთქმელათაც მირიცხავთ. ეს ყველაფერი რაც დავიკითხე იყო TBC-ზე. ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარლებო და ჩემო ძვირფასებო. შეუფასებელი ადამიანები ხართ, აი უბრალოდ შეუფასებლები ხართ. ახლა იმაზეც ვუყურებ, საქართველოსაც ხო არ იყო რამე. და მე ხო არ გამომრჩა. თემოზე ვიყიდე რაღაცა მე დავაბრუნე. ხო და ჩარიცხავ ეწერა და მეგონა იქ, მაგრამ არა იმათმა ჩამირიცხეს ჩემი დაბრუნებული თანხა. იცით რატო? ისა რა გააკეთეს, იცით რო ამბობენ ხოლმე რო ისაო. არა, საქართველოზე არ არის. რო ამბობენ რო იმას ქენით რა ქვია. ლეგენდა ქვია. 3 ნივთი უფასოდ ერთ თეთრად წაიღეთ და პლუს 40 ლარის იყიდეთ. 40 ლარის მაყიდინეს ხალხო და ის 3 ნივთი ერთ თეთრად არ მოგცეს. და დავაბრუნე ეგენი უკან ყველაფერი. ანუ იმიტომ ვიყიდე რომ ანდრიას უნდა რაღაცა და 40 ლარის ნაკლებზე უარს მეუბნებოდა. ხო და ან წიგნების დასადები რაღაცა უნდა და და ეგრე და მე ის რაღაცები მქონდა აღებული რა რაც ძირად არც მინდოდა სავით და ვაფშე გავაუქმე ეგ მე თავიდან შევუკვეთე ოქტომბრამდე მიწერდა მოგვიწევსო ფიქრიო თანხას დაბრუნებაზეო და უარს ვფიქრობდი იქნებ არ ღირს მეთქი მე რო არ დამბრუნო თქო მაგრამ მე მაინც მივეცი და ისა თან ჩაუწერე მიზეში რატომაც დავაბრუნე და მაშინ უკან ჩამერიცხა ეს ფული. ანუ იმ წუთშივე. მაგას თქვათ ყვილა აწერენ რომ მალე არ იმას ქნას ადამიანმა. ანუ რო არ გადაწყვიტოს დაბრუნება. მაგათ ჩინრებს 1000 ხრიკები. მოგეთ დალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი. მიყვარხართ თქვენი უპირობო სიყვარულისთვის. და მადლობა ყველას. ღმერთმა სუნათელ გზებზე გადაროთ და ყველა გაჭირვების დროს ხელი გამოგიწოდოთ და კალთა გადაგაფაროთ. მიყვარხართ.